ხო, ლოკოკინები რო საზიზღარი ბაღის მავნებლებია, ეს ყველა მიცით. მე მგონი არც არავინ დარჩებოდა ასეთი ის არა მარტო საკვებ კულტურულ მცენარეებს ანადგურებს, არამედ ზამბახებზეც და ვარდებზეც ძვრება, ფოთლებსაც ჭამს და ყველაზე მეტად უყვარს ყვავილები, ანუ ყვავილებს ისე ანადგურებს ზამბახებს განსაკუთრებით, რომ აი გაყვავილებიდან ერთ-ორ დღეში უკვე ყვავილის შესახედავად არ ვარგა. ეხლა ამათი მოგროვება საკმაოდ მარტივია. წვიმის მერე განსასურველია სიბნელეში ფარნით გამოხუდეთ ეს ჩემს პატარა ეზოში. აი ეს მოვაგროვე, რასაც აქ ხედავთ, დაახლოებით 9 საათის განმავლობაში, არც კი რა, ალბათ უფრო 20 წუთის. და ყოველ წვიმაზე ასე გროვდება. ეხლა ამათი საწინააღმდეგო ქიმიის გამოყენებას არ გირჩევთ, იმიტომ რომ იმ ბაღში მოყვანილი ისევ თვითონ და მიირთვათ. ამიტომ საუკეთესო საშუალება არის ბიოლოგიურად ბრძოლა და მისი ბიოლოგიური მტერი გახლავთ ზღარბი. მყავდა ზღარბუნა, მაგრამ ეზოდან გაიპარა და ეხლა სანამ ახალს დავიმეგობრებ, მე თვითონ მიხდება ლოკოკინების მექანიკურად აკრეფა. და ერთი ვარიანტი ახლა ეს შეგიძლიათ უბრალოდ ნაკავს გაატანოთ და გადაყაროთ, რომ თქვენ ეზოში აღარ გამრავლდნენ ისინი. და მეორე ვარიანტი, რადგან ახლა მყავს კათმები, ეს კათმებისათვის არის საუკეთესო საკვები. ალბათ საქონლის სუკი არ იქნება ისეთი კარგი, როგორც ამ ლოკოკინას ხორცია. ადრე მე გაჩვენეთ ამისი მომზადება. ეხლა გაჩვენებთ უფრო მარტივ ვარიანტს, რადგან თხოვეს რომ იქნებ რაიმე უფრო მარტივი მომიფიქრებინა. და მე მგონი რომ მოვიფიქრე კიდეც. ეხლა ეს ლოკოკინები დაჭერილი არის 3 დღის წინ. 3 დღის განმავლობაში ესენი იყვნენ აი ამ კონტეინერში. მათ მარტო წყალი ჩაუსხი ცოტა, არაფერი საკვებისნაირი ამათ არ მიუღიათ. ამ დროს ხდება რა, ნაწლავი იცლება, მათი ფეკალიები აქ არის. ეხლა ამ კონტეინერს რო გამოვრიცხავ მიწაზე დავყარე, იმიტომ რომ საუკეთესო ბიოჰუმუსია. და რაც შეეხება თავად ლოკოკინებს ჩავყრი მარილ წყალში. აი აქ დაახლოებით ლიტრა ნახევარი წყალი ასხია და ლიტრა ნახევარზე ერთი სუფრის კოვზი, აი თავზე მოდგმული სუფრის კოვზი მარილია ჩაყარილი. და მოვხარშავ 15 წუთის განმავლობაში. 15 წუთი ნიშნავს იმას, რომ აი დუღილი რომ დაიწყება, იდუღოს 15 წუთი და არა უბრალოდ გაზზე იდით. ეს გაზზე ცოტა მეტი დრო მოუწევს ყოფნა. ეხლა აი ეს დავყაროთ აი აქ ჯიგერები. ეხლა მართალია წყალს რო ვაძლევდი, ლორწო დარჩება ამ ლოკოკინებში, მაგრამ ეს ლორწო ეხლა მარილ წყალში გამოიყოფა და შენ ხარ ჩემი ბატონი, აქტიურად მოისპობა. ეხლა ის ფაქტი, რომ ლოკოკინებმა ნაწლავი დაცალეს, ეს კარგია, ქათმები უფრო სიამოვნებით შეჭამენ. პირდაპირ რო დაუყაროთ ლოკოკინები, თუნდაც დაუმტვრიოთ, შეჩვევა ჭირდებათ რა და გარდა ამისა, უამრავი პარაზიტი აქვს ლოკოკინას და ჰელმინთოზი შეიძლება მიიღონ ქათმებმა და გარდა ამისა, ტოქსოპლაზმას მასპინძელიც ლოკოკინა გახლავთ. ამიტომ თერმული დამუშავება მისი ძალიან კარგია. ახლა ბუნებაში გაშვებული ქათამი პატარ-პატარა ლოკოკინებს იჭერს და ჭამს, მაგრამ ახლა რადგან ჩვენ მცირე ფართობზე ყავს ქათმები და ერთბაშად ბევრი ლოკოკინა უნდა ვაჭამოთ, თორე ეს ლოკოკინას ქათამი ასე მარტივად ვერ იჭერს. ამიტომ უმჯობესია, რომ ასე მოვიქცეთ, ანუ თერმულად დავამუშავოთ. ვიმეორებთ 15 წუთი უნდა იდუღოს, ანუ დუღილს რო დაიწყებს 15 წუთის მერე უნდა გადმოვთქვათ, გავაცივოთ, დავამტვრიოთ და დავუყაროთ ქათმებს. ეხლა მე ამას წავიღებ უკვე გაზზე დავარ. ეხლა ლოკოკინები მოხარშულია. წყალი გადავაქციე. აი ეს ნახარში წყალი არავითარ შემთხვევაში არ დააქციოთ მიწაზე, რადგან მარილიანია ეს წყალი და სუფრის მარილი კი სულაც არ არის საჭირო ნიადაგში.
უბრალოდ კანალიზაციაში გავუშვით. შემდეგ გავარეცხე, ეხლა ჩაკუჩით დავამტვრევ და მივართმევ ქათმებს. აი ესე გამოიყურებიან დამსხვრეული ლოკოკინები და ეხლა მე მათ მივართმევ ქათმებს. ლოკოკინების საკვებურაში წყალია ჩასული, რადგან წუხელ წვიმდა. აი ახლა დავუყაროთ ეს სიკეთე. უკვე ემზადებიან მისართმევად. აი შეხედეთ. სიამოვნებით მიირთმევენ. თავის ნაჯუჯებიანად.